ამერიკული კინოინდუსტრიისა და მედია გიგანტის Warner Brothers Discovery-ს აქციონერებმა Paramount Skydance-ის მიერ კომპანიის შესყიდვის წინადადებას მხარი ოფიციალურად დაუჭერეს. გარიგების ფარგლებში დევიდ ელისონის კომპანია აქციაში $31 გადაიხდის. შესყიდვის საერთო ღირებულება კი $111 მილიარდი იქნება. ეს შეთანხმება Warner Brothers Discovery-ს ყველა აქტივს, მათ შორის ამერიკულ გავლენიან მედია CNN-ს, ასევე სტრიმინგ პლატფორმა HBO Max-ს და თავად Warner Brothers-ის კინოსტუდიასაც მოიცავს. მხარეები ტრანზაქციის დასრულებას მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გეგმავენ. აღნიშნული გაერთიანება კი მედია ინდუსტრიაში ახალი გიგანტის შექმნას შეუწყობს ხელს. აქვე რომ განმარტოთ, თებერვლის განახლებული დოკუმენტი ყველა შესაძლო რისკის დაზღვევას მოიცავდა, მათ შორის ერთ-ერთია, რომ თუ მარეგულირებელი გარიგებას დაბლოკავს, Paramount-ი აქციონერებს $7 მილიარდი ოდენობის საკომპენსაციო თანხას გადაუხდის. ამასთან კომპანია Netflix-ის წინაშე Warner Brothers-ის ვალდებულებასაც გადაიბარებს. საუბარია $2 მილიარდ 800 მილიონ დოლარზე, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის გამო კინოინდუსტრიის გიგანტს დაუწესდა. არც ის უნდა გამოგვჩეს, რომ Warner Brothers Discovery 2022 წელს Warner Media-სა და Discovery-ის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. კომპანია მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი გასართობი კონგლომერატია და ისეთ ფრენჩაიზებს ფლობს, როგორც DC და Harry Potter-ია. კინოინდუსტრიის ამერიკულ გიგანტს Paramount Skydance რაც შეეხება, მისმა პირველი კვარტალის ფინანსურმა მაჩვენებლებმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. კომპანიის შემოსავალმა ბოლო 3 თვეში $7.35 მილიარდი შეადგინა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსავალი 2%-ით ნაკლები იყო, ამჯერად კი ზრდა სტრიმინგის სექტორმა განაპირობა. ცნობისთვის აღნიშნული მიმართულებით შემოსავალი 11%-ით გაიზარდა და $2 მილიარდ 400 მილიონ მიაღწია. როგორც ირკვევა Paramount Plus-ის გამომწერი კიდევ 700,000 ადამიანი გახდა და ამჟამად პლატფორმას სულ 80 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. გაუმჯობესება კინოსტუდიის მიმართულებითაც ფიქსირდება, სადაც შემოსავალი 11%-ით გაიზარდა და 1.28 მილიარდი შეადგინა. Paramount Skydance მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ლარი ელისონის შვილს, დევიდ ელისონს ეკუთვნის, თუმცა სანამ კომპანია გიგანტ ჰოლდინგად ჩამოყალიბდებოდა, მანამდე დიდი გზა გაიარა. ისტორია 1912 წელს იწყება, როდესაც უნგრელი ემიგრანტი ადოლფ ზუკორი ცდილობდა კინოს ინდუსტრია უბრალო მოკლემეტრაჟიანი გასართობიდან სრულმასშტაბიან ვარსკვლავებზე დაფუძნებულ ბიზნესად ექცია. პირველ ეტაპზე Famous Players Film Company დაარსა, რომელიც მალე Jesse Lasky Feature Play კომპანიისგან გაერთიანდა და ამ გაერთიანებამ ის სტრუქტურა ჩამოაყალიბა, რომელიც შემდეგ Paramount Pictures-ის სახელით გახდა ცნობილი. სტუდია კონკურენტებისგან თავიდანვე განსხვავდებოდა, როგორც ფილმების წარმოებას, ისე დისტრიბუციას და კინოთეატრების ქსელსაც აკონტროლებდა, რაც მას ჰოლივუდის ოქროს ხანაში უზარმაზარ ძალაუფლებას აძლევდა. 1920-30-იან წლებში Paramount-ი ამერიკაში უკვე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სტუდია იყო და ამ ტიპის სისტემას ქმნიდა, რომელიც დღეს ვერტიკალური ინტეგრაციის სახელით არის ცნობილი. თუმცა 1958 წელს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქმეზე შეერთებული შტატები Paramount Pictures-ის წინააღმდეგ ეს მოდელი დაასრულა და სტუდიებს კინოთეატრების ფლობა აუკრძალა, რამაც ჰოლივუდის ეკონომიკური სტრუქტურა მთლიანად შეცვალა. შემდგომ ათწლეულებში Paramount-მა მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ იმ დიდი მედია კონგლომერატების ნაწილი გახდა, რომელიც თანდათან ყალიბდებოდა. 1980-90-იან წლებში ის ჯერ Gulf Plus Western-ის, შემდეგ Viacom-ის ხელში გადავიდა. პარალელურად Viacom-მა და CBS-მა სხვადასხვა ეტაპზე განცალკევება და შერწყმა განიცადეს, მაგრამ საბოლოოდ 2019 წელს გაერთიანდნენ და თანამედროვე მედია ჰოლდინგი Paramount Global-ი შეიქმნა, რომელიც ქვეშაც Paramount Pictures-ი, CBS-ი, MTV და სხვა დიდი ბრენდები მოექცნენ. ამ დროს 2010 წელს დევიდ ელისონმა Skydance Media დაარსა, რომელიც თავიდანვე როგორც დამოუკიდებელი პროდიუსერული და საინვესტიციო კომპანია, ისე ჩამოყალიბდა. Skydance-ის მოდელი კლასიკური სტუდიებისგან განსხვავებული იყო. ის დიდ არქივებს და სატელევიზიო ქსელს არ ფლობდა, არამედ მაღალი ბიუჯეტის პროექტების დაფინანსებასა და თანამედროვე ტექნოლოგიაზე იყო ორიენტირებული. Skydance და Paramount-ი ერთმანეთს ძალიან ადრე დაუკავშირდნენ და წლების განმავლობაში დიდ ბლოკბასტერებში პარტნიორობდნენ. Skydance-ი Paramount-ის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებს ხშირად აფინანსებდა, ხოლო Paramount-ი დისტრიბუციას და სტუდიურ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფდა. ამ პარტნიორობამ დროთა განმავლობაში ურთიერთობა ისე გააღრმავა, რომ Skydance-ი პრაქტიკულად Paramount-ის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური და პროდიუსერული საყრდენი გახდა. როდესაც სტრიმინგ კონკურენციის ზრდის ფონზე Paramount Global-ი ფინანსურად და სტრატეგიულად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, Skydance-ი მისი გადამწყვეტი პარტნიორი გახდა. შედეგად 2025 წელს Skydance-მა Paramount Global-ი შეიძინა, რის შემდეგაც ახალი კომპანია Paramount Skydance Corporation შეიქმნა. ამ პროცესში Paramount Pictures-ი არ გაუქმებულა და როგორც მთავარი კინოსტუდიური ბრენდი, თუმცა უკვე კორპორაციის ქვეშ ისე ფუნქციონირებს. ახლა კი უახლოეს მომავალში, თუკი Paramount Skydance-მა Warner Brothers-ი შეიძინა, კომპანიის ისტორიაში კიდევ ერთი მასშტაბური გაფართოება მოინიშნება.